ახალგაზრდა ნიჭიერი მომღერალი მარიამ ერქომაიშვილი გახლავთ ჩვენი შოუს შემდეგი სტუმარი. მოგზაურობ მარიამ. მარიამ, დიდი მადლობა ჩემო ძვირფასო მობრძანებისთვის. მე მინდა თავშივე უთხრა ჩვენი შოუს მაყურებელს, რომ შენ ბრძანდები არა მარტო ძალიან მართლაც ნიჭიერი და პერსპექტიული მომღერალი, ვისი ხმას დარწმუნებული ვარ, ბევრს მოусმენია. ზოგს სოციალური ქსელი და რახსოვ ხარ, ზოგს უკვე ტელევიზიიდან, იმიტომ რომ პირველ ნაბიჯებს დგამ და ძალიან საინტერესო და ძალიან სასიამოვნო რაც თავარია. და იმავდროულად შენ ხარ მთელი ჩვენი ქვეყნისთვის საამაყო და სასიქადულო ერქომაიშვილების მართლაც უნიკალური, სულ მცირე 300 წლიანი მუსიკალური დინასტიის წარმომადგენელი და გამგრძელებელი დღეს, ასე ვთქვათ, თანამედროვე ეპოქაში და ქართული ხალხური სიმღერის მოყვარულებმა ძალიან კარგად იციან მართლაც ლეგენდად ქცეული სახელები: არტემ, ანანია და ლადიკო ერქომაიშვილების, ძმები ერქომაიშვილების და აი ძვირფასო მეგობრებო, სწორედ ლადიკო ერქომაიშვილის შვილთა შვილი გახლავთ ჩვენი ძვირფასი მარიამი. აქვე ვიტყვი რომ ჩვენი დაუვიწყარი ბატონი აზერ ერქომაიშვილი შენ ბიზად გეკუთვნოდა და მე ვარ მომსწრე, აი როგორ მართლაც გულის მალამო და გულის გამხარებელი იყავი შენ და როცა ცოტა ვერ იყო ხასიათზე და უნდოდა რომ მოსულიყო, ასე ვთქვათ, გუნებაზე და ხნეობა შემატებოდა, შენ გთხოვდა ხოლმე და როგორ გაიბადრებოდა, თითქოს ცა გაეხსნებოდა. ამისთანა მარიამი ყავს შეო ბატონო, მაგრამ ყველაფერს რა მომწონს რომ შენ შინაგანი თანმიმდევრობით გამოირჩევი და სწორედ ამ კუთხით მინდა კითხო, რას ნიშნავს შენთვის იყო დღეს ერქომაიშვილების აი ამ დიდებული დინასტიის გამგზელებელი? პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობა არის ვიყო ამ ხელა გვარის შთამომავალი და წარმომადგენელი, რადგან რომ ვიცი ანზორბიძიას რამ ხელა სიყვარული ჰქონდა ჩემს მიმართ, არ ვიცი, ეს ალბათ რაღაცნაირად ძალას მატებს იმისთვის, რომ იმ საქმეს, რასაც ჩაჭიდებული ვარ, მოვკიდო ხელი და გავყვე. როდესაც იცი, რომ აი ბიზაშენმა გადაარჩინა ქართული ხალხური სიმღერა, საგალობლები და ზოგჯერ აი ვერ ვუფიქრდები, მაგრამ რომ ვუფიქრდები, აი რაღაცნაირად შიშის გრძნობა მაქვს, რომ აი ვაი და რომ ვერ გამომივიდეს. მაგრამ აი ყოველთვის რაღაც ისეთი გრძნობა მაქვს, რომ აი რაღაც მიმაგრებს მხარს და ეგ რაღაც სწორედ ჩემი დიდი წინაპრები არიან. მენაძალეთები. აუცილებლად გამოგვივა, იმიტომ რომ შენ მისთან ერთად მიზან დასახულება და შრომის მოყვარეობა რაც თავარია, არ გაკლია და დარწმუნებული ვარ ეს იქნება მკვიდრი საფუძველი შენი საომავლო წარმატებისთვის. შენ 6 წლის მანძილზე, მახსოვს სულ პატარა იყავი 6 წლისა, როდესაც გაიმგზავრე სამშობლოდან ესპანეთში ცხოვრობდი. შემდგომ დაბრუნდი. მუსიკალური განათლების მისაღებად აქვს სამშობლოში. ესე იგი შენ შემთხვევაში იავნანამ კი არა, ზოგადად ქართულმა სიმღერამ რა ქნა, ეს ამბავი გვაქვს, ხო? 6 წლის განმავლობაში ცხოვრობდი ბარსელონაში, ესპანეთში და აი სადღაც 12 წლის ვხდებოდი უკვე ანზორბიძია, ნუ მაშინ აი კოვიდის დასაწყისი პერიოდი იყო, ესე ვთქვათ და ნუ ყოველთვის ლაპარაკობდით მე, ანზორბიძია დედა, ჩემი ძმა და ლალი, ანზორბიძიას მეუღლე. და ნუ სულ გქონდა საუბრები და ყველა ჩვენი საუბარი, ესე ვთქვათ, თავდებოდა იმით, რომ ძალიან გვენატრებოდა ერთმანეთი და აი როდის ნახავდით ერთმანეთს და ანზორბიძიას ძალიან დიდი სურვილი იყო, რომ ჩამოსულიყავი საქართველოში და აი სანამ ცოცხალი ვარ, მინდა რომ მარიამს ხელი მოვკიდო და ვასწავლო. მერე ჩამოვედით და ისე მოხდა, რომ სამწუხაროდ გარდაიცვალა და სულ რამდენჯერმე მოვასწარი ანზორბიძიას ნახვა და ახლა უკვე ვსწავლობ და ესე ვთქვათ, ვაგრძელებ იმას, რაც ანზორბიძიას უნდოდა რომ გამეკეთებინა. დღეს რა შეგისრულებთ ჩვენს? დღეს შეგისრულებთ კეთი გაბისიანის სიმღერა სახელწოდებით „ბოქლომი“. დავაგთხოვ. Dardо uchadrot rat dadixar Gamoarsnu ambobtvals aglixar
ნათობი თავმოსაწონი ვარსკვლავათადოლი თვარის მკლავზე ნებივრობდივით ნათობი შენ რა გშვენი სახე გაგშველის წყაროდ ნუ მიქცევ წრემს ჟინი მაქვს შენი სურვილი შენი გადამრეს ფეხი სადაც დაბადგი იქ ყვავია ლურჯ თვალებში ნუშები თოლს მაყრიან ფიფქი ხარ ჩემი სივი და ფრთები მინდა ავუხსნი ბოკლობს დუმილის ოქროს ვიცი რომ დავკარგავ თავს ჩემო სათქმელო ჯერაც უთქმელო სურს გაგთქვა გაგშველის წყაროდ ნუ მიქცევ წრემს ჟინი მაქვს შენი სურვილი შენი გადამრეს ავუხსნი ბოკლობს დუმილის ოქროს ვიცი რომ დავკარგავ თავს ჩემო სათქმელო ჯერაც უთქმელო მსურს გაგთქვა ქალო დარადო უჩადროდ რად დიდი მადლობა მარიამ ერქომაიშვილს წარმატებები ვისურვოთ აი მიჭერ გოგონას